ახლა ვიწყებთ უკვე მეორე ხთას, რომელიც შედარებით რა თქმა უნდა უფრო რთულია, რადგან ამ დროს უნდა დაიშალოს ფრაქციებად დისტილატი, უნდა მოშორდეს არასასურველი ნაწილები და დარჩეს გული, რომელსაც მე მივირთვევთ ჩვენ. ეს უკვე ერთნახადი, რომელიც გამოვხადეთ, გადავიტანთ ამ ჭურჭელში და გამოვხდით, განახევთ მე როგორი ხდება. ესე იგი, ეს არის სპილენძის სხეულები, რომელსაც ვაწყობთ სვეტებში. აი აქ. რადგან შესაძაც გორთქლი წამოვა ქვემოდან, სვეტში გაივლის, შეეხება სპილენძს და მოაშორებს გოგირდს. და უფრო სასიამოვნო დასალევი იქნება. ეს არის მცირე დეფლეგმატორი. აქ წყალი შევა, აქ გადმოვა. ქვემოდან წამოსვლილი ორთქლი, როდესაც დაეტაკება აქ ცივ წყალს, ისე უკან დაბრუნდება. დაიწყებს ბრუნვას ამ სვეტში. ასე ვთქვათ, უფრო იწმინდება და რაც თავარია, ბოლოში, როდესაც ბოლო ფრაქცია წამოვა, კუდები, ასე ვთქვათ, იმას დროებით შეაჩერებს და უფრო სუფთა ნაწილს წამოიღებს პროდუქტში. ავაწყვით აპარატი, გავამზადეთ. მომზადებულია უკვე. ველოდებით თავების წამოსვლას, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ყველაზე მომწამლველი არის. აქ გვაქვს ტემპერატურის საზომი 33.5. ამ ტემპერატურითაც ვზომავთ თავების წამოსვლას. ვზომავთ აგერ ამას თუთიყუში ქვია ქართულად. მე გაჩვენებთ როგორ მუშაობს. ავიღებთ დაახლოებით 1 ლიტრა თავს, რომელსაც ცალკე ვინახავთ და რომელიც ჭრილობაზე დასასხმელადაც არ ვარგა. კარგია ფანჯრების გასაწმინდა და ასეთი დეზინფექციებისთვისაა. აბა დაველოდოთ. წამოვიდა პირველი ფრაქცია, ეგრეთ წოდებული თავები. აი ასე წვეწვეთობით უნდა ავიღოთ. რადგანაც ეს შხამები დაბალ ტემპერატურაზე მოდის. და რო არ შეერიოს, თვითონ ის კარგი პროდუქტი რაცა, იმას რო არ შეერიოს და ის რომ ცალკე ავიღოთ, აი ასე წვეწვეთობით უნდა ავიღოთ დაახლოებით 1 ლიტრა. ამას დროდადრო თან ვსინჯავ სუნზე ორგანოლეპტიკურად და ხვდები რომ როდის უნდა შევწყვიტო ეს და დავიწყო უკვე გულის აღება, პროდუქტის აღება. უკვე ვატყობ რომ თავდება თავები და კარგმა არომატულმა ნაწილმა დაიწყო წამოსვლა. ანუ ეს ყველაფერი სუბიექტურია, მე ვსინჯავდი ამას ამდენი ხნის განმავლობაში და უკვე შევატყვე კარგი არომატები. ამიტომ უკვე გადამაქვს თავარი პროდუქტის გადავდივარ უბრალოდ თავარი პროდუქტის აღებაზე. აი ეს არის თუთიყუშის ფუნქცია. ასე ვთქვათ, ცოცხალ რეჟიმში, რაც მოდის არაყი ზუსტად დისტილატი, უბრალოდ ზუსტად ზომავს. ახლა არის 80 არა 77%-იანი მოდის სპირტშემცველობა ამ წუთას. ეს უკვე დავიწყე გულის აღება, სუფთა პროდუქტის აღება, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით 62%-მდე, როდესაც მივარ და მე უკვე სხვა პროცედურები დაიწყება. ასე თამაშობს ეს და მით უძახიან თუთიყუშს. ნახეთ. ეს უკვე არის თეთრი ოქრო. სპირტიანობა ჩამოვიდა უკვე 70%-ს ქვემოთ. ასე გვიჩვენებს ჩვენი თუთიყუში. უკვე ვატყობ არომატებზეც რომ მოყობა ქვედა ფრაქციები, რომელიც არასასურველია რომ მოხდეს ჩვენს პროდუქტში. ამიტომ ამ შემთხვევაში ვთავ უკვე, აი
ამ შემთხვევაში გამოგვადგება ეს მცირე დეფლეგმატორი, გავუშვებ წყალს შიგნით. ახლა წყალი წავა აქ, ამ მასში, დეფლეგმატორში. აი როგორ ეთყობა თუთიყუშს 80%-ზე ზევითაა, 85%-იანი წამოვიდა. აი ასე მუშაობს დეფლეგმაცია. სუფთა არომატი და მძიმე ფრაქციები რჩება ქვაბში უკან. სვეტის მეშვეობით და დეფლეგმაციის მეშვეობით. მეგობრებო, ნელ-ნელა მივდივართ დასასრულისკენ. უკვე დეფლეგმაციაც ვეღარ აჩერებს იმ მძიმე ფრაქციებს, რომელიც ქვაბშია. რახებს, ასე ვთქვათ. ტემპერატურა აქაც აიწია უკვე ვეღარ ჩერდება. აქაც აიწია უკვე 70-ს კარგად ჩამოწდა. და დავამთავროთ ახლა ეს ჩვენი სუფთა პროდუქტის მიღება და გადავიტანოთ დანარჩენს ცალკეჭურჭელში ასე ავიღებ, რომელიც მე შეიძლება კიდევ გამოვხადო, არ ვიცი. მაგრამ გული რასაც ქვია პროდუქტი, მის ყველაზე გემრიელი არის ამაში ახლა. ამას დაახლოებით 75% ექნება გრადუსობა, ასე ვთქვათ, სპირტიანობა და გავაზავებთ სუფთა წყლით, დავიყვანთ 40%-მდე, დასალევად რომ გემრიელი იყოს და მივირთმევთ შემდეგ. გავსინჯოთ აბა. ერიკაი აქ. ძალიან ნაზი ყვავილების არომატი აქვს. გაგიმარჯოთ ყველას. მაღალი სპირტიანობა აქვს, მაგრამ გემრიელია ძალიან. აბა, კარგად.